მოგესალმებით ძვირთას მოგეუბნება დღეს ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას ჩემი სტუმარია ბატონი არქანდილ ველთაური უფლებადამცველი იურისტი ძალიან საინტერესო ეპიზოდი მოვიგონეთ ახლა ბატონი არქანდილი ამავე დროს არის ლიცენზირებული სპეციალისტი რომელიც ფლობს ტექნოლოგიას სიცრუის დეტექტორის მუშაობის ტექნოლოგიას ასე რომ მე პირადად როგორც მისი ახლო მეგობარი ამით სარგებლობ და თუ ვინმე დამეს დამაბრალებს რომ ცრუობ ბატონო ვახში რომ ეტყვიან მეთქი კი ბატონო აგერ არის სიცრუის დეტექტორი და მისი ავტორი და მისი წამყვანი და მე შემიძლია გავიარო ეს ტესტი. სხვათა შორის ძალიან საინტერესო ეპიზოდი იყო ჩემს აი ახლა ბოლო პერიოდის იმაში ფუნქციონირებაში, როდესაც მე მომიწია მის მტკიცება რომ მე არ ვცრუობ, მით უმეტეს სერიოზულ თემებზე არ ვცრუობ და მოვიშვებიე თქვენი თავი ბატონო არქანდილ. ბატონო ვახში სიცრუის დეტექტორი შეიძლება ვთქვათ პირობითია ის ადამიანი ვინც ხშირად ცრუობს იმას ძნელად გამოარჩევდა ვინც ახლა სიცრუის რო იტყვის და ცოტა ხელვა რაღაცა წითელი სახეზე ის უცბად გამოიცნო. მე მახსოვს ტიხონოვის გმირი გახსოვთ 12 გაელვება ფილმი რო იყო საბჭოთა ფილმი და იქ ზუსტად სიცრუის დეტექტორზე მაშინ გესტაპოში და სოფლიოში მიღებული ამბავია თუმცა გერმანელები დღესაც არ ხმარობენ სამართალწარმოებაში არ ხმარობენ გერმანელები არა იმიტომ რომ დანარჩენი ყველა ხმარობს აბსოლუტურად ყველას გასაგებია. მოკლედ მე საზოგადოებას მიმართავ და ამავე დროს თქვენც მოგმართავთ ბატონო არქანდილ მე დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ მოგზანდით და კარგად არც ამიხსნია რაზე იქნება საუბარი იქნება სიცრუეზე საუბარი იქნება სიხარბეზე საუბარი იქნება ნეპოტიზმზე ყველაფერი ის რაც უშლის ქვეყანას იყოს ნორმალური და კარგი ძალიან საინტერესო თემაა რა თქმა უნდა მაგრამ ასე მარტივადაც არ არის რა თქმა უნდა საქმე. არ მახსოვს თქვენთან გქონია თუ არა საუბარი, მე ჩემს მეგობრებთან ერთად ერთი პერიოდი ძალიან ვიყავი დაკავებული ჩაის ტექნოლოგიით და მისი განვითარებით. ამავე დროს ჩაის იოდით გამდიდრებით, ფორტიფიცირება ქვია მას მიკროელემენტებით გამდიდრებით ჩაის. ზუგდიდში ალბათ. არა, ჩვენ იმაში მარტოლში ავიღეთ ობიექტი და გვინდოდა იქ გადამუშავების ტექნოლოგიაც მაღალი სიხშირის დენების გამოყენებით ორთქლდანის მაგერად სხვა მოკლედ ექსპერიმენტებს ვაკეთებდი და ახლა ორი ფიზიკოსი ვიყავით, მესამე ტექნოლოგი გოგი ბენდელოვა მე მგონი თქვენ იცნობთ და პარმენ მარგველაშვილი და ეს ძალიან მაღალ დონეზე და ახლა ეს არ არის მთავარი არის ის რომ როდესაც ჩვენ პროდუქციის საკვები პროდუქტების იოდირებაზე იყო ლაპარაკი ამის ირგვლივ რა თქმა უნდა ბევრი რაღაცა შევისწავლეთ ყველაფერი თუ არა და მივედით იცით დასკვნამდე რომ ფაქტიურად ყველა ის ქვეყანა სადაც არ არის იოდის დეფიციტი ეს ქვეყნები არის საუკეთესო ქვეყნები.
საინტერესოა. რა მინდა გითხრათ, აგერ დაგიზუსტებთ. ესე იგი, ცნობილია ახლა იოდო დეფიციტზე რო შეხვიდეთ დაგუგლოთ, იქ ნახავთ რომ სოფლიოში ძალიან ცოტა არის ქვეყანა, სადაც არ არის იოდის დეფიციტი. ძირითადად ყველგან იოდოს დეფიციტია. განსაკუთრებით კატასტროფული მდგომარეობა იყო საბჭოთა კავშირში. ამ საბჭოთა კავშირიდან გამორჩეულად მძიმე მდგომარეობა იყო ყაზახეთში და აზიის რესპუბლიკებში. ჩვენთან საქართველოში მთიანი რეგიონებში იყო კატასტროფულად იოდო დეფიციტური. აი ქედის სკოლებში ექსპერიმენტებს რო ვატარებდით, ესე იგი ბავშვები რაღაც იოდულის მაჩვენებელი არის, ის იყო ძალიან დაბალი. ჩვენ ექსპერიმენტიც ჩავატარეთ, რომ აი ვაძლევდით ჩვენს იოდით გამდიდრებულ ჩაის და ესე იგი 3-ჯერ და 4-ჯერ გაუმჯობესდა მათი მაჩვენებელი იოდის მაჩვენებელი აი ამ მოსწავლეებში და ამით ჩვენ ვამტკიცებდით იმას და დავამტკიცეთ და მთავრობას ვთხოვეთ რომ იმაში რა ქვია მაგას შეეტანათ ქვეყანაში იოდო დეფიციტის ბრძოლა ახლა ხდება იოდირებული მარილით მხოლოდ და ჩვენ მაშინ დამატება გვინდოდა შეგვეტანა რომ იოდირებული მარილით და იოდირებული ჩაით. მაგრამ იქ საქმოსნებმა და ასე ვთქვათ ცუდმა ხალხმა ეს დაგვიბლოკა და ვერ გავიტანეთ. ამავე დროს ჩვენ იმათაც და ყველას უმტკიცებდით და ახლა შემიძლია ვთქვა რომ მარილით იოდო დეფიციტთან ბრძოლა არის ბლეფი. იმიტომ რომ უამრავი ექსპერიმენტები ჩატარებულა და დადგენილა რომ მარილს როგორც კი გახსნი ამ დახურულ მარილს 2-3 დღეში იქედან ის იოდი ყველა ქროლდება. ეს ბუნება არის მისი, ის არის ან იმაში რა ქვია კრისტალურ მდგომარეობაში, ან აერულ მდგომარეობაში და როცა ჰაერთან შეხება იქნება. ასე რომ ჩვენ ფაქტიურად დღეს ძალიან ცუდ დღეში ვართ იოდო დეფიციტის მხრიდან და იოდო დეფიციტიდან გამომდინარეობს პირველ რიგში გონება-სიჩლუნგე, შრომის უუნარობა და უამრავი გამომდინარე აქედან სხვა მოვლენები და აი ამიტომ არის იმ ქვეყნებში, კარგი ქვეყნები მეთქი რო გითხარით, ყველა ის ქვეყანა, ეს ჩვენ აღმოვაჩინეთ, ჩვენი აღმოჩენა, რომ ჩვენ რო დავაკვირდით, ეს ყველა რეიტინგში, ბედნიერების რეიტინგი გინდა, განათლების რეიტინგი გინდა, ჯანმრთელობის რეიტინგი გინდა, ფიზიკური აღნაგობა და იგივე სიმაღლე და ნორმალური, მოკლედ ყველაფერში 10 ქვეყანა არის ისინი ცვლიან სხვადასხვა რეიტინგებში ადგილებს, მაგრამ იმ 10-ულიდან არ გადიან. აი ეს ქვეყნებია ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, დანია, ჰოლანდია, შვეიცარია, იაპონია, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა. შვეიცარიის გარდა ყველა ქვეყანა არის გარშემორტყმული ზღვით და ზღვის პროდუქტებია ძირითადად იმათთან. ახლა ამას თავი დავანებოთ. ესე იგი ჩვენ ვიცით რომ არის ის 10 ქვეყანა და ამ 10 ქვეყანაში არ შედის არც ბრიტანეთი, არც ამერიკის შეერთებული შტატები. საინტერესო. ეს ძლიერი ქვეყნები არა, არის პატარა ქვეყნები. ამ ქვეყნებში არის იდეალური წესრიგი. ამ ქვეყნებში არის ნულოვანი კორუფცია. ამ ქვეყნებში ძალიან ბევრში უკვე ციხე დიდი ხანია არ ფუნქციონირებს. ზოგიერთი გამონაკლისების გარდა. ზოგიერთი გამონაკლისი და მე მეზობელ ქვეყანაში მიყავთ რომ ჩასვან, იმიტომ რომ იქ უკვე არ მუშაობს. კი ბატონო. აი პირველი კითხვა რომელიც მინდა თქვენ დაგისვათ. აი ეს 10 გამორჩეული ქვეყანა და კიდე ამათთან ახლოს რომელიც არის ისეთები, კიდე არის იქ სხვა ქვეყნები. აი იგივე ლუქსემბურგი, ბელგია, ასე შემდეგ.
ეს ქვეყნები აი რითი არიან, რა არის მიზეზი იმისა, რომ იქ არის ბედნიერების რეიტინგი მაღალი, იქ არ არის დამნაშავეობა, იქ არ არის ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაწუხებს არჩევნებში მანიპულაციები და მამაძაღლობები და ასე შემდეგ. ახლა მე თქვენ რომ არ გაწვალოთ. გაწვალოთ, აი მე რატო სამ ამ კითხვას ახლა მე ვიტყვი ჩემს პასუხს და მე ეს გამოვაჩინე. ესე იგი ყველაფრის სათავე არის ადამიანის ბუნებაში ჩაბუდებული სიხარბე და მიდრეკილება ცხოვრობდე უკეთესად ვინმე მსხვერპლია და ამისთვის შენ მზად ახარ დაჩაგრო ის, წაართვა მას, მოპარო მას, დაიკავო მისი ადგილი და ყველაფერზე მიდიხარ. კი ბატონო. მართალი ბრძანდებით. მართალი ვარ ხო? კი. აი დღეს ჩვენ რაც გვჭირს, აი რამე მოვლენა შეიძლება ახსნათ არასიხარბით. აი ის რომ ინტელიგენცია დღეს აშკარად გაუმართლებელ მოქმედებას რომელსაც ჩადის ხელისუფლება და ჩადიოდა სხვა დანარჩენი იგივე შევარდნაძის დროს, ჟამანაძის დროს, სააკაშვილის დროს და არიან ადამიანები რომლებიც ამას ამართლებენ. მოდი საბჭოთა პერიოდს ნუ დავარქმევთ ამას, მხოლოდ ეს დიდი ხნის უკან დაიწყო და უხსოვარი დროიდან მოდის ეს. შეიძლება უხსოვ. ადამიანის სოლომონ პირველის დრო ამიღოთ. ძმა და დედა აუხილდა კაცოდან ჩამოაგდეს მეფობიდან რომ შენ როგორ გაბედე ხმათ ყიდვა რომ აგზავნეო. ესე იგი სიხარბე ხო? აი სიხარბემ დააკარგვინა იმათ ობიექტურობა და პატრიოტიზმი და ყველაფერი დაკარგეს. ბატონო ვახში. ახლა სიტყვა მოიტანა და უნდა ვთქვა რომ ჩვენთან რომ რუსეთმა გააუქმა სახელმწიფოებრიობას, რო ვთქვათ, სამეფო ტახტიდან. აფხაზეთის თავადმა მიწერა მოსკოვში. ტყვეთა სიტყვა სყიდვა დამიტოვე. ეს უფლება დამიტოვე. დანარჩენი თქვენი იყოს აფხაზეთი. რაც გინდა ის გქენით, როგორც გინდა ისე მიხედეთ ამას. ეს უფლება დამიტოვე, მხოლოდ ეს უფლება. რატომ? იმიტომ რომ ყოველთვე გაყავდათ ტყვეები და ის დაიცალა საქართველოს წლობით, ასწლობით ეს ხდებოდა, ხო? ხდებოდა ეს. ეს იყო და აქედან გამომდინარე, ახლა როგორ გითხრათ, მარილი არის აქ შუაში თვითონ ჩვენი გენეტიკური აზროვნება ისე მოწყობილი, რომ არ შეგვიძლია რომ არ ვჭამოთ ერთმანეთი, არ შეგვიძლია რომ არ გავყიდოთ, არ შეგვიძლია რომ არ აი ეს სისულელები არ ჩავიდინოთ. აი ესე არის სიგლახე. ესეა და ფიქრობ რომ შესაძლებელია ესეც უწყობდეს ხელს. იოდიზე მარილის ნუ ეს ბიოლოგიური საფუძველი შეიძლება ეს იყოს, მაგრამ აი მე ახლა იდეოლოგიური მაწუხებს. ჩვენ ვილაპარაკოთ უნდა ამაზე თუ არ უნდა ვილაპარაკოთ. აი ჩვენ ისტორიას რო სწავლობდით. აი დღეს ჩვენ რო ვილაპარაკეთ ჭავჭავაძეების როლზე, იგივე ეკატერინე ჭავჭავაძის ძალიან ნეგატიურ როლზე სამეგრელოს ისტორიაში და იგივე უტომიქავას აჯანყება და რაღაცები. აი ყველაფერი ეს ჩვენ ახლა ნელ-ნელა გებულობთ ამას. მე სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მედალოსანი ვარ. და იქ რაც ვისწავლე, იმით მომდივარ და საკმაოდ კარგად ვისწავლე და კარგი სახელმძღვანელო იყო. მე მოვასწარე იმ ბერძენიშვილის და იმის რა ქვია მაგას ჯავახიშვილის და მესამე ვინ იყო ჯანაშიას წიგნით, ხო, იმ წიგნით. მაგრამ 56 წელს ხრუშოვის შემდეგ ეს ამოიღეს, მაგრამ ჩვენ იმით ვისწავლეთ ბოლომდე. ამიტომ მე რაც წერია ის საკმაოდ კარგად ვიცი, მაგრამ არსად აი ეს ჩვენი სიგლახეები არ წერია.
და ჩვენ თუ ეს არ დავწერეთ, ჩვენ თუ ეს არ აუხსენით ჩვენ ხალხს, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი სამარცხვინო ჩვევები და თვისებები გენეტიკაში, როგორ გამოვასწორებთ მას? ჩვენ როგორ ვებრძოლოთ ახლა იმას, რომ ბიძინა ფაქტიურად იგივეს აკეთებს, რასაც სოლომონის ძმა და დედა და ის შერვაშიძის თავანი ამბობდა. ყიდის ყველაფერს ჩვენსაც. ყიდის ის იქ რა ქვია მაგას აგვიფეთქა საღდრისი და ოქროს ვის მიაქვს ერთმანეთის არ ვიცი. ახლა აგერ იმას რა ქვია არაბებს მიწამიყიდა და ამისთან გახმაურებული დიდი ის შედგა შეთანხმება და კაცი შვილს არ აჩვენებენ გადამალეს ხელშეკრულება, რა წერია იქ არ ვიცით. და არსებობს ეჭვი, გონივრული ეჭვი, რომ იგივე არის იქ ჩადებული, რაც იყო ნამოხვამ ჰესთან დაკავშირებით. რომ თუ ეს საქმე ჩაიშლება, მაშინ ბიუჯეტმა უნდა გადაიხადოს და იმაში რა თქმა უნდა თავისი წილი ექნება იმას, ვინც ეს გააკეთა. ხო, ესე იგი ჩვენ საშინლად ცუდად ვიმართებით. საშინლად ცუდად. და ჩვენ აი იმაში რომ ეს ცუდია, ამაშიც არა ვართ ერთნაირი. პირიქით გამოდის ვიღაცები, ექსპერტები ვართ იძახიან და ამბობენ რომ ეს არის კარგი და თქვენ ხართ პროვოკატორები. აი ეს ხალხი რომელიც 500 დღეზე მეტია უკვე მე-6 ასეულში გადავიდა ხომ, რაც პროტესტებენ და ქუჩაში დგანან. და ამათ აგინებენ, აკაცებს ეძახიან, რა ვიცი, უსამშობლოებს ეძახიან, აბა ომის გინდათ, აბა ომი გინდათ. ვიღაცამ დღეს დაწერა სხვათა შორის, კაცო, შენ რა, ომი გინდაო? იმაზე პრემიერ-მინისტრს ეუბნება, რო წავიდა ხელი ჩამოართვის ზელენსკის და ხო იცი რომ ეს პუტინს ეწყინება და რო გაგიბრაზეს და რო შემოვიდესო? ნუ ეს ეგ ანეკდოტური სიტუაცია და ამას ეს ვითომ და ვაი განათლებული ხალხი ამას აპრავებს და ამას აი როდესაც მაგალითად მე და ჩემისთანები რომ ამას ასე კაც შეფასებას ვაძლევთ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ გლანძღავენ და როგორ გვიტევენ. ლანძღვა ეგ არ არის. ეს ხომ ყველა ისინი რატომ აკეთებენ ამას? ესე იგი ფულს ღებულობენ. დღეს სიხარბე. კი ბატონო. დღეს სასწორზე დგას ქვეყნის ინტერესები, ან ისე ან ასე და ძალიან გზაჯვარედინზია საქართველო. გზაჯვარედინზია. რა ხდება? იმიტომ რომ სოფლიოში უკვე იგრძნობა ეს გარდაქმნა იზევა მიწების განაწილება, ომები. ამ შემთხვევაში ჩვენ რა გვმართებს? ჩვენ გვმართებს რომ ერთად ვიყვეთ. ესენი პირიქით. პოლიტიკა ამათ არ აქვს. საგარეო პოლიტიკა ამათ საერთოდ არ აქვს. ოცნებაზე ამბობ. დიახ. საერთოდ არ აქვს. ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრი ისეთ შეცდომებს აკეთებს, ისეთ შეცდომას უშვებს, რომ გლეხი კაცი არ გააკეთებს რომ დასვაგაც. წემსი არ ყავდა ირანს პრეზიდენტად. თემ სოფლიოს აჩვენა რომ აქ სხვა რამეა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენია და აქ სხვა რამეა ირანია. დღესაც ვერ ხვდებიან რა გააკეთა ეს ამ დროს. ხო და დღეს თუ არ დაუფიქრდით ამ ამბავს, დღეს თუ არ მივხვდით რომ დღეს გვჭირდება კონსოლიდაცია, დღეს გვჭირდება შეკავშირება, დღეს გვჭირდება კანონის ძლიერი ხელი, უზენაესობა, დღეს ეს გვჭირდება და ეხლა ფულის გულისთვის თუ შენ მიწას გაყიდი ხომ? არა არც გეოპოლიტიკაში წავა ეგ ფული, არც ვერ წავა. ვერც ქართული ხალხის ინტერესებში წავა. გექნება სადღაც შენახული და იმას მოგატაინებენ ადრე თუ გვიან მოგატაინებენ იმ ფულს. ვერსა დაემალები. დღეს როგორ გოც? ქვეყანა მთელი მსოფლიო შეძრულია იმით რომ რაკნას არის
ხლა ნეიტრალიტეტი მიუხვებლობა კარგია, მაგრამ იმას დაცვა უნდა. ეს ისი არ არის, ლობიობა არ არის. ნეიტრალიტეტი არ არის ლობიობა. ხლა იქ ჩადიხარ ზელენსკის კი ბატონო, ის გაბრაზდება, მაგრამ საერთოდ თუ არ ჩასულიყავი, ხო არ ჯობდა. დრო არის ახლა ისეთი, რომ შევწყვიტოთ დასავლეთი, კი ბატონო, დასავლეთიც გვინდა, ისიც გვინდა, მაგრამ ზღვას მოგადავალთ, თორე ამერიკასთან ჩახუტება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს. აი პირდაპირ ვამბობ მე ამას, კარგს არაფერს მოგვიტანს. ისევ ჩვენ თავში ჩავიხედოთ, ისევ ჩვენ მოუხმოთ გონებას, რომ ისეთი რამე ნაბიჯი არ გადავდგათ, რომ ეს ძალიან მყიფია. ჩვენი სახელმწიფოებრივი მდგომარეობა ძალიან მყიფია. 5 ტანკი გამოუშვი იქიდან და გაივლეს მთელი მათ წითელ ხიდამდე ჩავა. ძალიან მყიფია. იმიტომ იმდენი მოიტაცეს, იმდენი მიითვისეს, იმდენი ფული შეჭამეს, რომ სახელმწიფოს დაცვის საშუალება აღარ აქვს. დაასუსტეს კაცო. ხო, გვარსახელს არ დავასახელებოს, შენაგან თავდაცვის მინისტრო $1,000,000 გამოიწერს ხელფასად და წაიღებს, ხომ ეს იგივეა, რომ შენ ამოაცალო იმაზე დაასუსტო ქვეყანა. კორუფცია ეს არის ჩინეთი ავიღოთ იქ ხრეტავენ ადამიანს მაგის გულისთვის. კი, ხრეტავენ ამის გულისთვის. უამრავი დახვრეტეს. და აგრძელებენ კიდევ. ამით იჭერს იმ მილიარდიან ხალხს, მასას. ამით იჭერს, თორე ის რომ მიუშვა მთლიანად წაიშლება ეს სახელმწიფოებრივი მოიშლება. და ჩვენ არ $1,500,000 ვარ ბიჭო, კენგილია $1,500,000 ვარ. ამათვის ვერ მოგივლია და შენ პრეტენზია გაქვს სახელმწიფოებრიობის მართვის? და 14 წლის განმავლობაში ვერაფერი ვერ გააკეთე და კიდე ამბობ რომ უნდა ვიყო? ხო, ეს უკვე განაცხადეს უკვე. განაცხადეს უკვე, რა თქმა უნდა. კალაძე პროფის ამასალოს, მაგრამ თერთ ცხოვრება უნდა იყოს. კი, სათავეში. ხო. ხედავს ჩვენ აწეწილობას, ჩვენ ურთიერთპატივის არ არსებობს ურთიერთპატივისცემის ერთ მუშტად არ არის საქართველოს ხალხი შეკრული. ამ ბოლო ხანებში ცოტა წამოვიდა ისეთი ჯგუფებია, რომ გონია რომ მართლა ესენი თუ არ გაერთიანდნენ, ხო, ისევ ძველები იქნებიან. ეს ჯგუფები თუ არ გაერთიანდნენ და არ შეიმუშავეს საერთო პროგრამა თუ არ დადეს, ძირითადმა მასამ ვამბობ, ძირითადმა პოლიტიკურმა ფაქტორებმა. ამა თუ არ დადეს ერთი და ისევ ძველებურად წავიდა იქ. მე ესე ვარ, მე ისა ვარ, მე იქა ვარ, მე აქა ვარ. ისევ უკან იყურებიან, შენ ეს იყავი, დაანებე ამებს თავი. უკან ყურებით წინ გზას ვერ დაინახავ წინ გზას. ანუ წარსულში ჩარჩები ეს გასათვალისწინებელია, როგორც ჩაიხედო და წიგნად, რომ მაგრამ ამით ვერ იხემძღვანელებ, შენ წარსულით ვერ იხემძღვანელებ. შენ მომავალისთვის უნდა დადო პროგრამა და ეს პროგრამა უნდა იყოს რეალური, გათვლილი, გარანტირებული და ეს უნდა დავინახოთ ყველა ქართველმა ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ეს ესე იქნება წინააღმდეგ შემთხვევაში. ოცნების ხალხი დარჩებიან. აი ეს მე ყველაზე ვერ ვამბობ, ვერ ვიტყვი, მაგრამ უმეტესობა არ არის სახელმწიფოებად მოაზროვნე ხალხი. არ არის ბატონო ვახში. შეგიძლიათ დამისახელოთ ქოჩებში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე. ერთი დამისახელეთ. ახლა ერთი რო დავასახელო, მეორეს ეწყინება. ორი დავასახელოთ. კარგია. ამჯერად ის გამოკვეთილი ისეთი, რომელიც აი ამას ვენდობოდი. არ გააჩერებენ. რო იყოს ასეთი არ გააჩერებენ. ესეთი არ არის არც ერთი. აი ეს არის რეალობა. არც ერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი არის და ყველა ძირითადად თავის კეთილდღეობას აგვარებს კორუფციით და ნეპოტიზმის მეშვეობით. ეს მივიღეთ ხომ? მივიღეთ, კი ბატონო. ახლა მე მინდა ერთ საკითხი გავარჩიო. თქვენ გეგულებათ
ერთი კაცი ან ადამიანების ჯგუფი ან პარტია რომელსაც მოვიყვანდით ხელისუფლებაში და არ გახდებოდა ასეთი როგორიც ახლა არიან სამწუხაროდ არ არის რეალობაში არ არის ესე იგი რა გამოდის თუმცა არის ამის პოტენცია არის მაგრამ ვერ ელაპარაკებიან ერთმანეთს ბატონო ვახში ერთმანეთს ხომ უნდა დაელაპარაკონ რომ ჩვენ ხო ორივე ქართველი ვართ ჩვენ ხო გენეტიკურად ესე ჩვენ ხო გვიყვართ საქართველო რა გვიშლის ხელს რომ ერთად ვიდგეთ ამბიციები არა მე ვარ ანუ საით მივდივართ არ საით არ მივდივართ დაგვაფარებენ ხელს თქვენ არ ახართ სახელმწიფოს ღირსი არ ახართ თუ სახელმწიფო გერქვათ ახლა სხვა კუთხით მინდა შეგახედოთ ესე იგი აი როგორც ამერიკელებმა გააკეთეს დამფუძნებლებმა მამებმა როდესაც შეიკრიბნენ სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები და თქვეს რომ მოდი ჩვენ ჯერ შევქმნათ კონსტიტუცია და მერე ავირჩიოთ უკვე არსებული კონსტიტუციით და არა ისე რომ ჯერ არჩევნები მერე ვიღაცა მოვიდეს ხელისუფლებაში და მერე მან მოიგოს თავისთვის კონსტიტუცია ჩვენი კონსტიტუცია ხომ ყველა ხელისუფლებამ თავისთვის მოიგო და ახლა გავაერთიანოთ აი რაზედაც ლაპარაკობთ ესე იგი ვხედავთ რომ ყველაზე დიდი უბედურება არის სიხარბე გამოწვეული აქედან ნეპოტიზმი და კორუფციამ შეჭამა ქვეყანა კორუფციამ დაღუპა ქვეყანა კორუფციამ გამოგვაცალა ნორმალური ოპოზიცია იმიტომ რომ იჭრიდან აი ახლა მე გუშინ მესმოდა იქ იმაში მიტინგზე ხალხი რო ლაპარაკობდა რომ შემცირდა ახალგაზრდები თურმე სპეციალურად მუშაობს ხალხი და იქედან ირჩევენ ზოგიერთებს აძლევენ ფულს ისევ მოსყიდვა და ესე იგი გაანეიტრალეს მოიწყდეს გაანეიტრალეს და ამ მოსყიდვაზე ისე როგორც პოლიციის დაფინანსებაზე რომ დაიჭიროს ესენი და ასე ვთქვათ იყოს ჭალებში მკაცრი ამ დროს საშინელებებსაც ჩადიან ამისთვის პრემიებს ღებულობენ ესე იგი ჩემი და თქვენი საგადასახადო მობილიზებული თანხები მიდის აი ამ უმსგავსოების დაფინანსებაზე ხალხის მოსყიდვაზე და ყველაფერი ეს ემსახურება ბოლოს ერთი კაცის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას სხვა მეტი არაფერი ესე იგი ის არის ყველაზე დიდი ხარბი ის ახლა უკვე რა თქმა უნდა 100 და 200 და 1000 და მილიონიც მისთვის ფული არ არის მას მილიარდები ჭირდება მილიარდებისთვის ჭირდება რა თქმა უნდა დიდი ძალაუფლება და ჭირდება დიდი მომსახურე კოლექტივი და აი ეს პრემიერ-მინისტრიც მისი მანჩიშკა ნაპაბეუშკუჩახალსე გამოდის და ყველა ლაპარაკობს ახლა რომ ის ფაქტიურად თავისას ვერაფერს ვერ ამბობს და მით უმეტეს ვერ გაატარებს. აი ასეთი არეულ-დარეული სიტუაცია. ამ დროს აი მე ხშირად ვიმეორებ ამას. მე ვიხსენებ გოლდა მეიერის ფორმულას. თუ გინდათ რომ კარგი ქვეყანა შექმნათ, იქ ამბობს რომ ჯარისკაცს ყველაზე დიდი დაფასება ექიმს და მასწავლებელს. მასწავლებლით იწყებს მე მგონი მასწავლებელი, ექიმი და ჯარისკაცი. და მერე ამბობს რომ ნეპოტიზმი და კორუფცია გამოცხადეს სამშობლოს ღალატად. მაგრამ მან იცის რომ ამაზეც წავა ხალხი იქნებ გადარჩევა, ოღონდ ეს იმდენად ტკბილია იქ დამსახურებელი ფულის მიღება რომ ამაზე რისკზე მიდიან, მაგრამ აი ეს რომ რისკზე არ წავიდეს და მას მეტი სხვა საშველი არ კონდეს თუ ჩინოვნიკის სარძელში მოთავსდება რომ მან არავითარ შემთხვევაში არ ჩაიდინოს ეს ორი დანაშაული ამისათვის აი ეს ჩინოვნიკური დანაშაული ნეპოტიზმი და კორუფცია ჩაითვალოს სამშობლოს ღალატად და ეს შერაცხულ იქნას 7 თაობაში. ესე იგი
ახლა ეს კანონი ჩვენ რო გქონდეს, ესე იგი ბიძინას ეწოდინება, კობახიძეს ეწოდინება, მან შეიძლება მთელი ცხოვრება იბაირამოს და იყოს ჩვენი ბატონი, დაგვიმონოს ყველაფერი, მაგრამ მას არ შეიძლება გქონდეს გარანტია, რომ მომდევნო თაობებშიც ასე იქნება და თუ იქნება კანონი ასეთი, რომ თუ კი როდესმე რომელიმე სასამართლო დაამტკიცებს, რომ აი ეს კობახიძე ამ კობახიძემ ჩაიდინა ასეთი დანაშაული, არც მის შვილს, არც მის შვილიშვილს და არც მის შვილთა შვილს და ასე შემდეგ შვილთაობაში არც ერთს არ ექნება უფლება დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა. ხო, ანუ ეს ხომ ერთ-ერთი დიდი შანაკავებელი ძალა იქნება. ბატონო ახში ამას ჭირდება რა? ჭირდება აი ჩვენი საზოგადოების ხალხმა უნდა თქვას, ხო, ასე მინდა. ხალხმა უნდა თქვას, რომ არ მინდა რომ მეფთამიობა იყოს ჩემს ქვეყანაში. მაგრამ პარტიებს ზინავთ პარტიებს. პარტიებს არ ზინავთ, ისინი ცდილობენ ბიძინა ჩაანაცვლონ და თვითონ დაიწყონ იმის ინვესტიციები. ზოგადად ვამბობთ პარტიები არ არსებობს საქართველოში, არ არსებობს პარტიები. ახლა თქვენ ახსენეთ კანონი, ხო? იმ ოთახში, სადაც თომას ჩებესტონმა კონსტიტუცია დაწერა, დიახ, წიგნი არის, წიგნი არ იყო იქ. ქაღალდი იყო და იმ ქაღალდზე დაწერა ეს კონსტიტუცია და რატომ? იმიტომ რომ იცოდა რომ ის კონსტიტუცია შესრულდებოდა, იცოდა რომ და შესრულდა კიდევ. მე მგონი ვაშინგტონმა ჩაკეტა კიდევაც კარებში და სანამ არ დაწერ კონსტიტუციას არ გაგიშვებთ. კი. მაგრამ იმათ უნდოდათ, ხო? უნდოდათ. ჩვენი საზოგადოება არ არის ამისთვის მომზადებული რა. როგორც გინდა ისე შევაფერადოთ, რეალობა ასეთია. რეალობას ვერ გავექცევით. რეალობა დღეს არის უკიდურესად კატასტროფული. უკიდურესად ცუდი რეალობაა. კარტოფილს აღარ ვიტყვი, მაგრამ სახელმწიფო ინტერესებს ყიდიან. კარტოფილზე ხო თავისთავად ეს შაქარზე, მაგრამ სახელმწიფო ინტერესებს ყიდიან. სად მივექანებით? აი წარმოუდგენელია, ასე გაგრძელდეს ყველაფერი. წარმოუდგენელია. აბულაძე ერთი ბიჭი ის საუბარში შევესწარი ბლოგერთან იჯდა და შევესწარი რომ არ ვიციო თქვა რომ ეს არის სხვადასხვა ფაქტები მოიყვანა და თქვა რომ მე ასე გავაკეთებდი. მე ასე გავაკეთე, მაგრამ შენ კი გააკეთე, მაგრამ შენ ვინ მიგიშვებს ცეცხლთან? ხო? საზოგადოება თუ არ გარდაიქმნა, შენ რას გააკეთებ მარტო? ჩვენ რას გავაკეთებთ? ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. საზოგადოება უნდა შეიცვალოს და თქვას, რომ არა ამას, არა ქრთამისაღებას, არა კორუფციას, არა ნეპოტიზმს. ეს უნდა თქვას, ეს უნდა ვიგრძნოთ ჩვენ, უნდა ვიგრძნოთ. ქუჩაში უნდა ვიგრძნოთ. თითოეული ტელევიზიებიც ჩათხრეულია. საინფორმაციო საშუალებები ჩათხრეულია და ვერ იგებენ. ჟურნალისტები ჩათხრეულები არიან. ახლა დაქირავებული ჟურნალისტი რა უნდა ელაპარაკო? ის ფულს იღებს რომ სიცრუე მაპატიე შემოგტენოს. აი ეს მდგომარეობაში ვარ, რა ვიცი. ამაზე საუბარი ჩემო ვახში დილიდან საღამომდე შეიძლება, მაგრამ როდემდე? არა, გამოსავალი ხო უნდა მოგზებო. ხო. აი მე ვთვლი რომ აი მე პირადად მაგალითად ჩემ თავს უყენებ ასეთ მოთხოვნას, რომ მე ყველგან და ყოველთვის ამაზე ვილაპარაკო, რომ ხალხს აუხსნა, რომ არ შეიძლება გაბატონებული კორუფციონერის ქება დიდება, რომ ეს სირცხვილია, ამას აკეთებს ეკლესია, ამას აკეთებს ტელევიზია, ამას აკეთებს ყველა, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა უთხრას კაცო ამ ხალხს. აი მე თქვენ იქ ლაპარაკობდი, სანამ დავიწყებდით, ხო, აი ზუგდიდში ორი პიროვნება დავასახელე, მეორე არ დამისახლებია, მაგრამ ისიც რაღაც ჩინოვნიკია სადღაც, საკმარისია რაღაცა
ინფორმაცია წამოვიდეს, რომ პრემიერ-მინისტრმა რაღაცა თქვა ან გააკეთა, ან ბატონმა ბიძინმა რაღაცა ბიძინამ თქვა გააკეთა, მაშინვე იწყებენ იმის, ესე იგი, ქება დიდებას და აი თავს გვახვევენ, რომ ეს არის დიდებული და ეს პირიქით ღუმავს ქვეყანას. აი 14 წლის მანძილზე ვინმე მხოლოდ აუხსნა სამხალხს, კაცო, ჩვენ ვიყავით ამდენი დავკარგეთ, წავიდა ხალხი. ვერ იპოვა აქ სამუშაო და ვერ იპოვა აქ თავისი ადგილი. მე როგორც წესი უკეთესი ნაწილი მიდის. აქ რჩება ის, ვისაც აწყობს მონური მდგომარეობა და ვიღაცის, ასე ვთქვათ, მოსამსახურეობა. და ამისთვის კაპიკებს იღებს და იცავს იმას. არ შეიძლება ამის გაკეთება. სირცხვილია, როგორ ახლა მე, აი შვილების მადლობა ღმერთზე, დიდები არიან და გაზრდილები არიან და ვიცი, რომ მაგათი პოზიცია ყოველთვის იქნება სასარგებლო ქვეყნისთვის და ისინი იდგნენ, სადაც უნდა იდგნენ. დღეს ისინი რუსთაველზე დგანან, პარლამენტის წინ დგანან, აპროტესტებენ, პროფესორები არიან, თავიანთი საქმე აქვთ, იქ არაფერს არ აკლებენ და მუშაობენ და თავისუფალი დრო იქ გადიან და ესე იგი უდგანან იმ ხალხს და აპროტესტებენ იმ პოლიტპატიმრებს და ასე შემდეგ, მაგრამ მე ახლა მყავს კიდე ორი შვილი. ამ ხალხს, ამ ჩემს შვილიშვილებს როგორ ქვეყანა უნდა დაუტოვოთ, როცა ისინი იქნებიან მონები, ბიძინას შთამომავლობის მონები, გამოიყენა ახლა ეს ბიჭი და ახლა პოლიტიკაში შემოდის ის ერთი ქურდებთან დარბის. იმიტომ რომ ის ფართო სპექტრის მოღვაწეა, ბატონი ბიძინა ქურდებთანაც არის, ბანდიტებთანაც არის, იგივე ქურდები და ბანდიტებია, ჩვენი მოსამართლეები და იმათანაც არის და აკეთებს ყველაფერს. კაცო, აი ბაჩიაჩვილს რა გაუკეთა? როგორღაც ესე იგი ყველანაირი კანონების დარღვევით რაღაციდან მოატაცია, მოაყვანია. 11 წელი მიასჯევინა, მერე თავისი რაღაცა გაინახდა და ეგრევე გაუშვა. არც კი იკადრა ხალხის წინაშე რაღაც მიზეზი მაინც დაესახელებინა. ამისთანა უპრაგონობა, ამისთანა უკანონობა შეიძლება ამის გაკეთება და რა ხალხი ვართ ჩვენ? ამაზე დაჩინებულები ვართ და პირიქით ვამართლებთ და ერის მამა არისო ვიღაცა წერს, კაცო, ხონდა მოამტვრიო ხელები ამის დამწერსა? ამისანა უმსგავსოს რომ ამართლებ და ვინც ამაზე ხმას ამოიღებს, იმას აგინებ და რა იარლიკებს არ მობაწერენ ხოლმე და ეს ხალხია ყველა ერთად ვართ აი დიდებულ ქვეყანაში და თვალწინ ეს ქვეყანა ემსგავსება იმ ორუელის ღორების ფერმას. 1985 წლიდან დაიწყო მიტინგები. კი, მახსოვს. დავითვალე მე. დაახლოებით 200 აქციაზე ვიყავი, 200 შეკრებაზე. ეს იყო თბილისი, ეს იყო ქუთაისი, ეს იყო ბათუმი, გორი, 200 შეკრებაზე. ყველგან საპროტესტოდ უამრავი მეგობარი შევიძინე, მაგრამ შედეგი არ არის. სად მარხია ძაღლის თავი? საზღვარგარეთ მარხია ძაღლის თავი. ასე ვფიქრობ. ან ჩვენ გენეტიკურ კოდში დევს, რომ სულ დაპირისპირებაში ვიყოთ. არა, აქედან უნდა გამოვიდეთ როგორმე. მე აგერ დამიწერია, ახლა გერ ხედავ მჟავანაძე. გახსოვთ თქვენ მჟავანაძის დროს რა დღეში იყო სამედიცინო ინსტიტუტი. დღეს ვიმკით. ყველა იმ დროს სამედიცინოში წასული და მე ეს სამედიცინო კლანები რო შეიქმნა, ძირითადად 90% ცოტა მეტიც ფაქტიურად აი დელცები გამოვიდნენ და ამიტომ ჩვენ
კლინიკები, კერძოები, საავადმყოფოები ყველაფერი გვაქვს, მაგრამ თუ გინდა რომ გამოჯანმრთელდეთ, თურქეთში უნდა წახვიდე ან ევროპაში. ეს აი იმ ჟავანაძის მიერ დამკვიდრებული სამედიცინო კორუფციამ ჩვენ დღეს ამ დღეში მოგვიყვანა. ახლა რა გააკეთა? აი ამ კორუფციის მოსპობის ლოზუნგით მოვიდა შევარდნაძე ხელისუფლებაში. ხომ ასე იყო? კი. ნეგატიური მოვლენები და კორუფცია. დეტალებში მახსოვს ყველაფერი. მოვიდა შევარდნაძე და რა გააკეთა შევარდნაძე? უარესი გააკეთა. და ყველამ ვიცით რომ რაიკომის დინას შეწერილი ქონდა იქ რაღაც ათასობით და მე აი ეს ფული ამას მიქონდა კრემლში და იქ იმათი მოსყიდვა ხდებოდა და მე თვითონ გმირობა რომ უნდა მიიღო ამისათვის ქართული ღვინო გააბუჭა გახსოვს ხო შაქრით გააკეთებინა მე დაიჭირა იმისათვის რომ კიდე რაღაცა მიიღო ალაზნის წყალიასო რუსეთს ქართული ჩაი ვინ დაღუპა ქართული ჩაი დაღუპა შევარდნაძემ. შევარდნაძეს ქართველმა მეცნიერებმა აუხსნეს, რომ ჩვენ გვაქვს 65,000 ჰექტარი ჩაის პლანტაცია. აი აქ მაქსიმუმი რაც შეიძლება მოვიწიოთ ჩაი, ეს არის 65,000 ტონა. ერთ ჰექტარზე მაქსიმუმი შეიძლება ცოტა ნაკლები, ისე ჯობია რომ 65,000-ზე 55,000 და გაკრიჭეს ბოლომდე. შევარდნაძემ 120,000-მდე აიყვანა იგივე ფართობზე აახვალინა ხალხს უთხრეს რომ გაფუჭდება ხარისხი და ჩვენ გახსოვთ თემსაბჭოთა კავშირში დასაცინი გახდათ გრუზინში ჩაი ეს იყო დაცემის საგანი არ ვარ გამიგო რომ ხო მე მაინც გაიტანეს და გაასაღეს შუა აზიაში და იქით კი მაგრამ ახლა რო შეიცვალა სიტუაცია მაშინ ღვინოსაც მასე აკეთებდნენ წყლით აკეთებდნენ და ყველაფერს ყიდნენ მაგრამ ნორმალური სიტუაცია რო დაჟა ჩვენი არც ღვინო არ გოდა და არ ჩაი ესე იგი ეს გააკეთა შევარდნაძის სიხარბენ და მისმა კარიერიზმმა რომ მას უნდა წინ წასვლა და მიუხედავად იმისა რომ მეცნიერები იმას ამას უგზავნდნენ და ეუბნებოდნენ არ შეიძლება თქვენ მიდით გააკეთეთ და გავაკეთეთ. ნუ ახლა მეორედ რომ მოვიდა მე რაც გააკეთა ეს ყველა ვიცით ისე იგი ფაქტიურად თავის ახლობლებს და ნათესავებს და დაახლებულ პირებს დაუნაწილა ქართული ქონება და არაფერი არ გააკეთა იმისათვის რომ სამრეწველო პოტენციალი შენარჩუნებული ყოფილიყო. არ გააკეთა. ახლა ჟავანაძედან დავიწყეთ წეგან და ახლა მინდა მაგრამ მე სააკაშვილსაც გადავული და მე გავიარო. ახლა სააკაშვილმა რა გააკეთა? მანაც ესე გააკეთა, მაგრამ სააკაშვილმა მე ახლა ბატონო სოსო ბაჩიაშვილს ვესაუბრებოდი. ახლა გახსოვთ მაგ სამჯერ ნამინისტრალია სხვადასხვა სტრუქტურებში და ძალიან დიდი გამოცილი და გონიერი ადამიანია და მითხრა რომ აი ამ კორუფციასთან დაკავშირებით ნუ რა თქმა უნდა მან სწორად თქვა რომ რაღაც სისტემური ცვლილებები უნდა გააკეთო ისეთი რომ კორუფციას ადგილი არ ჰქონდეს. თემური შაშიაშვილიც ხშირად გვეუბნებოდა ამერიკაში რო იყო იქ ისეა რომ აი მაგალითად გუბერნატორთან რომ მიხვიდე ქთამი რომ მიუტანო კი ბატონო აიღებს იმ ქთამს მაგრამ იმას არაფერს გაკეთება არ შეუძლია. იქ ყველაფერი კეთდება მექანიზმებით და რაღაც წესებით სისტემა. აი სააკაშვილმა ის მოახერხა, ნუ სააკაშვილმა თუ ვინც გააკეთა არ ვიცი, მე მგონია ჟვანიამ წამოიწყო და მიიყვანა თითქმის ბოლომდე რომ საბაჟოზე კორუფცია მოისპო. და იქ საბაჟოს ახლა ბატონი ბაჩიაშვილი მიხსნიდა რომ საბაჟოზე ისე გააკეთეს რომ ის ინსტრუქტორი ვისაც უნდა ხელი მოეწერა ფაქტიურად ის იმ შემონტანს არ ხდებოდა ყველაფერი ელექტრონულად და მიდიოდა და იქ ხელით მოაწერდი იმას ნუ მოკლედ შენ არ ქონდა საშუალება მასთან კონტაქტის საშუალება არ ქონდა და ფაქტიურად მოისპო ეს მოისპო ასევე აი ეს რეესტრი რო გააკეთეს ეს გაფორმებები და რაღაც ხო გახსოვთ როგორი ბუდე იყო კორუფციის ესე იგი ამ ორ ნაწილში ამა დაამყარეს წესრიგი
მაგრამ სხვებში არ დაამყარეს და ახლა ახალი ძალა რომ მოვიდოდა იმას კიდე ერთი 2-3 ნაწილი რომ გაეუმჯობესებინა მაშინ ასე ქვეყანა ნენელა წინ წავიდოდა მაგრამ ამათ ეს არ გააკეთეს პირიქით უკან წაიყვანეს საქმე ბიზნეს ხელისუფლება და უკვე აიხელა კორუფციული მომენტები და აი თქვენ როგორც ვთქვით განა ერთმა მინისტრმა განა მარტო სამხედრო მინისტრმა პრემიერ-მინისტრი ერთი პრემიერ-მინისტრი მეორე პრემიერ-მინისტრი მესამე იქ მინისტრები და ნებისმიერი ახლა კარგად გამოიკვლიო მე მაგალითად პირდაპირ რამდენჯერ მithქვამს კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩემ სახლთან აი ქუჩა რო იწყება ჩემთან იქ 2024 წელს მაშინ დავთვალე ერთ და იგივე პატარა ადგილზე ასე 2 მეტრო სიგანე და სიგრძე დაახლოებით 6-7 მეტრი 12 ჯერ ამოთხარეს დიდი ორმო 12 ჯერ იქ რაღაცა გაარემონტეს კანალიზაციის მილი იმის რა ქვია წყალკანალის მილი და კიდე რადიოს და რაღაცების კაბელები რო გადის 12 ჯერ აყარეს ასფალტი იქ რაღაცა გააკეთეს მერე დახურეს მერე ასფალტი ისევ დაფარეს მერე ისევ აყარეს და 12 ჯერ თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა დღეს ნებისმიერმა ბუღალტერმა გონიერმა კაცმა რომ შეამოწმოს იქ რამდენი გადახარჯვები იქნება და ჩვენ ხო ვიცით რომ ყოველ იმ სამუშაო შესრულებაზე რაღაც ატკატებს სადღაც მიდიოდა და ეს ყველაფერი კუდი მაინც ქალაქის მერთან გროვდებოდა ჩვენ ყავს თავიდან ბოლომდე კრიმინალური ხელისუფლება და ხელისუფლებები და მათ ყველა გასვარეს გუშინ ერთ ქალბატონს ძალიან საინტერესო ქალბატონს ველაპარაკე თავის დროზე პარლამენტის წევრი იყო და ძალიან აქტიური და ასე ბატონო ახში თუ არ გაისვარე ამათთან ვერი თანამშრომლებო ესე იგი აუცილებლად უნდა იყო გასვრილი ესე იგი ეს პურგავაე პაროკა ზე როცა ერთნაირები ხართ თქვენ ერთმანეთს დაიცავთ და ერთი თუ სულთა არის მაშინ ის საშიშია თქვენ ხა გახსოვთ რუსეთში ის იყო ასეთი ფრაზა სმაუვართ რუსებს იცით თქვენ და ზოგიერთი აღმოჩნდებოდა ისეთი რომელიც არ სვამს და ყველა ეჭვით უყურებდა кто не пьет тот пишет ესე იგი დანოსებს წერსო ვინც არ სვამსო ეს იგი ალბათ წერს დანოსებსო და ამიტომ ის საშიში იყო აი ჩვენ საზოგადოებაში დამკვიდრდა ასეთი წესი რომ ხელისუფლებაში აუცილებლად უნდა იყვნენ კომპრომენტირებულები რაღაცები ესე იგი საიდუმლოებები ცუდი მქონე ხალხი და აი ისინი მაშინ ერთმანეთთან კარგად თანამშრომლობენ აი ასეთი ხელისუფლება გვყავს და ასეთი ინტელიგენცია გვყავს ასეთი ექსპერტები გვყავს ასეთი პოეტები გვყავს წერლები გვყავს რომლებიც ამას ხალხში უდგანან და ამართლებენ კი ბატონო რა ვქნათ უნდა ვიბრძოლოთ აჰა დიდი მადლობა მართალი ხართ უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენ მე კიდევ ერთხელ ვიტყვი ნუ ერთ და იგივეს ხშირად ვიმეორებ რაც მომწონს არანაირი ის არ არსებობს ის არ ქვია მაგას ალბათობა იმისა რომ დავით აღმაშენებელი პატარა ბიჭი როცა გახდა მეფე რომ მაშინ ნაკლები იყო პრობლემები საქართველოში არც კარგად რომ გავაანალიზოთ და ალბათ შეიძლება ხელოვნური ინტელექტს მივცეთ ეს დავალება და გავაანალიზოთ როგორი ძიმე სიტუაცია იყო საერთაშორისო არენაზე მაშინ და ახლა ჩვენ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ დღეს და ამით იმის თქმა მინდა რომ ჩვენ გაცილებით მეტი შანსი გვაქვს გამოვასწოროთ ეს ყველაფერი რაღაცა პატარა რაღაცა გვინდა აი გამონათება გვინდა ტვინში გამონათება გვინდა ხალხო დაიჯერეთ რომ ქურდი და მექთამე არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ჩინოვნიკი არ შეიძლება სასამართლოს გარეშე დამოუკიდებელი სამართლიანი სასამართლოს გარეშე სასამართლო რომელიც ერთ კაცს
ემონება ასეთ პირობებში ქვეყანა ვერ გაიმართება წელში. ესე იგი ჩვენ ამას უნდა ვებრძოლოთ. ჩვენ არჩევნებზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ ხმა იმას, ვისაც კარნახობენ ზევიდან, ქვევიდან, მარჯვნიდან, მარცხნიდან და ამისთვის ფულს გაძლევენ. აიღეთ ის ფული ჯანდაბას, მაგრამ არის დღეს შესაძლებლობა, რომ მისცე იმას, ვინც შენ მოგწონს და უნდა მოგეწონოს მხოლოდ ის, ვისიც გჯერა, რომელმაც არ შეირცხვინა თავი, რომელსაც აქვს უკეთესი რეპუტაცია. ხალხო, აი ეს რეპუტაციის ინსტიტუტი დაიკარგა ქვეყანაში. მართალი ბრძანდებით, კი ბატონო, დაიკარგა. კაცი, რომელიც სუფთად მუშაობდა, აი გუშინ შევხვდი, ყოფილი გუბერნატორი არის ლევი ჭითანავა. ერთ-ერთი საუკეთესო გუბერნატორი იყო კაცი, რომელსაც არაცოდეც ქთამი არ აუღია და ვერავინ ვერ იტყვის მასზე ვერაფერს. ვინმე სადმე ყვება მაგაზე? ნუ ახლა არაფერს არ ვამბობ თემურ შაშიაშვილზე. როგორ მუციკლოდ გამოიარა ის თავისი გუბერნატორობა. მაგრამ საზოგადოება არის თვითონ უკვე მოწამლული იმდენად, რომ არაფაზეს იზო თავის თავს ვერ მოუვარავა, ესე იგი ვერ იშოვაო ფული. ბიძინა მიშოვა იქ, სადაც უნდა ეშოვა შაშიაშვილს. იქ მარგანეძე იშოვეს, ფანახშირზე იშოვეს, ჭიათურაზე იშოვეს. კი ბატონო. და ზესაფონის ქარხანაზე იშოვეს, ენერგეტიკაზე იშოვეს. და ის ვინც იმას ყველაფერს ხელმძღვანელობდა, იმას არაფერი არ უშოვია და იმას საზოგადოება ვერ აფასებს. ესე იგი ჩვენ უნდა გარდავიქმნათ და მე და თქვენ და ჩვენი სტამბებმა აი ეს უნდა ელაპარაკოთ და ეს უნდა დავამკვიდროთ, რომ ჩვენ სანამ ამ ჩვენს ქვენა გრძნობებს არ დავდრგუნავთ, ამ ჩვენს სიხარბეს და ხარბების დაწუნებას და ხარბების გაკიცხვას არ ვისწავლით, მანამდე ჩვენ ეს ხარბები ბოლოს მოგვიღებენ და ბოლოს დაგვიმონებენ. ხო არა, რეალობა ისეთია ბატონო ახში, რომ კიდევ 5 წელი ესე რო გაგრძელდეს, 5 წელი ბევრი არ გვინდა. დემოგრაფიული კატასტროფა კარზე გვაქვს მომდგარი. ეკონომიკური კატასტროფა, ეკონომიკა კიდევ შეიძლება რაღაცნაირად გამოსწორდეს. სხვა რომელი გინდა სხვა. ჯანდაცვაზე იყო წერან ლაპარაკი. ფარმა მაფიამ შეჭამამ, მთელი მსოფლიო შეჭამა, მარტო ჩვენ კი არა, ფარმა მაფიამ. ამერიკიდან გამოვიწერა წამალი, მე მეგონა წამალი მივიღე მთელი ზამთარი ზეთი მასვეს. ბოლოს გავშიფრე. ზეთი მასვეს. ანუ მხოლოდ ერთი მაგალითი კი არა, ყველა ასია. ნახევარზე მეტი წამალი ფარშივია. ნახევარზე მეტი ექიმი გასაყრელია, იმიტომ რომ არიციან დღეს ექიმობა არიციან მათ. ხა ხირურგების რა გითხრათ და დანარჩენი. ასია. და ყველაფრის თავი არის კორუფცია და ადამიანური სიხარბე და აი მონური ფსიქოლოგია. ადამიანები ამას აი ეს როგორ არ უნდა გაკიცხო, ხა ის რასაც ეს ჩვენი ხელისუფლება აკეთებს. როგორ ესე იგი ანგრევს სახელმწიფოებრიობას, იმიტომ რომ ამ ერთ კაცს უნდა რომ იყოს აქ ბატონ პატრონი და ის ერთი იქ მეფე დროზის იქა, ის ამას შეინარჩუნებს თავისი ძალით, ამიტომ ესე იგი უარს ამბობს აქაურ ვერავინ ვერ შეიმონარჩუნებს გაძლიერებაზე, ჯარი არ უნდა მოусმინეთ ხო იმას ალასანიას ინტერვიუს, როდესაც ფრანგული სისტემა უნდა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის
და მე როგორ წამოწთენია ბიძინას კაცო ბოდიშების მოხდა მომიხდაო რა გამიკეთა არის ალასანიამო ბოდიშების მოხდა მომიხდაო პუტინთანო რა თქმა უნდა პუტინს ეს არ ინტერესებდა პუტინსაც უჭირს დღეს აი დღეს უჭირს სხვა ამბავია და ეგ ჩვენი პრობლემა არა ეს მისი პრობლემაა ჩვენ პრობლემაზე ვილაპარაკობ იმას ხო კიდევ უფრო დიდი სიხარბე იმას სოფლიო ბატონობა უნდა იგივეა აი ეს სიხარბე ღუპავს ადამიანს და ქვეყნებსაც კი ბატონო მოკლედ გავიდა 1 საათი მადლობა მოუხადოს შენს მენელს გვაპატიეთ თუ რაღაცა ისე ვერ ვთქვით მაგრამ მე მაინც მინდა რომ ოპტიმისტურად დავამთავრო ამოუწურავი თემაა ეს გვაქვს შანსი გვაქვს მთავარი არის ჩვენ გავახილოთ ახლა ვიღაცა კი არ წვიტავს ამ ჩვენს ბედს ყოველი ჩვენთაგანი წვიტავს ჩვენს ბედს აი ყველამ მაგრამ აი ეგ არის რომ ეს შიში უნდა დავძლიოთ ვიცი რომ ძალიან ბევრს არ მოსწონს ეს ყველაფერი მაგრამ არ ამბობს რაღაც პათოლოგიური ეს აი ეს ბოლშევიკური პერიოდის სტალინის პერიოდისგან გამოყოლილი შიში არის რაღაცას იტყვი და ესე იგი გადაგასახლებენ ან დაგხრიტავენ და დღეს არავინ არ დაგხრიტავს არც გადაგასახლებენ ახლა ეგერ რამოდენიმე ათეულია თუ ასეული ახალგაზრდა ზის ციხეში და მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს და არაუშავს გამოუშვებენ მაგათ გამოუშვებენ თუ ჩვენ ერთხმად ვიქნებით და ერთად ვიქნებით წესიერების და სახელმწიფოების სადარაჯოზე სხვანაირად არ გამოვა თუ არა და ჩვენ კი წავალთ და ახლა მე მით უმეტეს ამდენი წლისა და ერთ-ერთი პირველი წავალ ამ ქვეყნიდან მაგრამ ხომ მინდა რომ დავტოვო კარგი ქვეყანა 100 წლის მერე წასვლა პატარა უნდა დაეწყოს რომ გავიხაროთ საიქიოში ახლა არ ვიცი მე გამომთავენ თუ არ გამომთავენ მე მგონი უკვე გადავაჭარბეთ არავინ არის დიდი მადლობა კარგად გრძანდებოდეთ